გამარჯობოთ შემოსაყვანო მეგობრებო. რა მინდა გითხრათ, ეს წუთია უბრალოდ მომწერა იმ მესენჯერში აბსოლუტურად უცნობ ადამიანმა არც ვიცნობ რა. და მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ იო, ალბათნუცო, თქვენ რომ იძახით რომ დააპროგრამირე შენი სიტუაცია და ეს სიტუაცია შენ ხელშია და შენ ისეთი ძლიერი ხარ ყველაფერი ასრულება. აი მე მაგალითად ადამიანი მყავს გადაკიდებულიო წლების მანძილზე ვაპროგრამირებო, არ მომცილდესო, მაგრამ არაფრით არ მცილდება და აიო, ეგება მაგ თემაზეო რაღაცო გითხრათო. მოკეთ მეგობრებო, რა ხდება, ნახეთ, ზოგადად მე საერთოდ ვიძახი რომ დაპროგრამირებას რას ვეძახი, რომ შენ ეკუთვნი მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ჩვენი სამყარო და ჩვენი სულიერი სამყარო წარმოადგენს ერთგვარ უდიდეს ენერგეტიკულ წყაროს, რომელში ყველა ჩვენი სული შეერთებულია, გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი სული ეშვება მიწაზე, მიწეურ არსებობის დროს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დანახევრებული, დანაწილებული სხვადასხვა ნაკუწებად ადამიანები, რომლებსაც გააჩნია თავისი ყველა ცხოვრების ბედი, ღბალი გზა, არჩევანი და საერთოდ სიტუაცია. თუ გინდ კოსმოსური დაშლა და თუ გინდ საჩუქრის მიღება, არა აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, შენ ვერასოდეს ვერ დააპროგრამირებ სხვის ყოფას და ცხოვრებას. შენ გეკუთვნის მარტო შენი საკუთარი მე შეხელთარი. ანუ და მაშინ, როდესაც შენ ცდილობ, რომ ვიღაცა აირიდო თავიდან, თუ უფრო უარესი ვიღაცა სუდი უსურვო, ეს საერთოდ არ მუშაობს, იმიტომ რომ შენ ვერასოდეს ვერ გაივლი იმ ადამიანის იმ სულის გზას, იმას თავისი გზა აქვს და შენ ერთადერთი რაც შეგიძლია შენ გააკეთო, დააპროგრამირო შენი კარგად ყოფნის არსებობის თავი. დღეს ეხლა ამ ხო იცი, არ მუშაობს და ისიც არ მუშაობს, მე მინდა არ მუშაობს სამყაროში. სამყარო გისმენს, როდესაც შენ აკონკრეტებ შენ ფუნქციას და იცი, მე მაქვს, მე ესე ვარ, მე ისე ვარ და აქედან გამომდინარე შენ მუშაობ შენ საკუთარ თავზე. ესე იგი, შენი საკუთარ თავზე მუშაობა არის ყველაზე ძლიერი ეფექტური სტრუქტურა და შემაერთებელი ძალა ამ უზენაეს უდიდეს სინათლის წყაროსთან. აქედან გამომდინარე, ნუ შენ ვერაფრით ვერ შეეხები სხვის ცხოვრებას. დააპროგრამირე მარტო საკუთარი თავის არსებობა. მე შენ საკუთარ თავზე იფიქრე. არავინ არ თქვას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რელიგიური წყობა აწყობილია, რომ გიყვარდეს მოყვას ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, ვერ გეყვარება შენ თუ საკუთარ თავზე არ მუშაობ. ამიტომ პირველ რიგში მოიშვით საერთოდ სხვაზე და სხვა სიტუაციაზე ფიქრს. იფიქრეთ მარტო საკუთარ თავზე, საკუთარ მეს განვითარებაზე, საკუთარ პროექციაზე, საკუთარ იმ კარგად ყოფნაზე, რაც როგორ მომენტში ჩვენ გინდა რომ იყო. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვითონ პლანეტა არსებობს იმ galaktikურ წყობაში, რომელიც სმარადიულად განიცდის აი ესეთი განახლების ეტაპებს. ეტაპობრივად გადის და გადის თვითონ ამ სხვადასხვა იერარქიებში, სულიერ წყობაში, სინათლის რაღაც განზომილებებში და ეს ყველაფერი მოქცეული არის უდიდეს გაცემის ენერგიაში და სიყვარულის და სიკეთის ენერგიაში. ამიტომ შენ როდესაც სხვაზე აპროგრამირებ, მაგალითად ნეგატივს, შენ პატელესი პატეცინა ეჯიბრები და ეწინააღმდეგები უზენაეს კოსმოსის ძალას და ამიტომ მით უმეტეს დღეს, როდესაც გახსნილია ყველანაირი ინფორმაციული ძალა და ენერგეტიკული წყარო, იბლოკები. ამიტომ სხვა შორის მანაც შეიძლება არ იმუშაოს სიკეთე უსურვე და რატო არ არის კარგად, ხა, იმიტომ რომ ის იმასაც თავისი გზა აქვს. ამიტომ შენ თავს უსურვე სიკეთე, შენი თავი გაწრთვენი, შენი თავი და შენი მე გაზარდე და იმუშავე საკუთარ თავზე. აი ეს არის მთავარი. ბედნიერი დღე ყველას.